გეგმა მეგონი ცნობილია თქვენთვის და ყველასთვის უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა. ეს არ არის ის, რაც უნახავს საქართველოს. ამაში გეთანხმები, არ უნახავს არასოდეს. საქართველოს უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა. რომელიც არ დასრულდება მანამ სანამ რეჟიმი, რომელიც იქნება ბოლომდე არ ჩამოიგდრება. სანამ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ დასრულდება, სანამ ამ ქვეყანაში ხელისუფლება იფიქრებს არა იმაზე, რომელი პოლიტიკური ოპონენტი დაატყვევოს, დაიჭიროს და მოქალაქე დაჩაგროს, არამედ სანამ არ იფიქრებს ხელისუფლება ქვეყნის განვითარებას, მაგრამ ეს ყველაფერი ამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირობებში შეუძლებელია. მეტიც ამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირობებში დასავლური განვითარება არის უკვე შეუძლებელი, რაც გაცხადდა კიდევაც მათ მიერ ორი დღის წინ. ამიტომ ეს ბრძოლა ნუ გაგვიჩნდება კითხვა, გეგმა არის უწყვეტი, ყოველდღიური. თქვენ აკვირდებით, ხო, ეს ბრძოლა ყოველდღიურია და უიკრებს ძალებს. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება ამ არაძალადობრივ საპროტესტო მოძრაობას. ეს არის ის გენერალური გეგმა. არავის არ ექნება შესაძლებლობა ამ სახელმწიფოს წაართვას სუვერენიტეტი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ყველა ის ძვირფასი მონაპოლარი, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენი წინაპრების მიერ გაღებული სიცოცხლისა და ცხოვრების ხარჯზე, ჯანმრთელობის ასრულებაში. მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მთელი ადგილობრივი საზოგადოება ადგილობრივი, როგორც არასოდეს არის სოლიდარული ხალხი. როგორც არასოდეს არის სოლიდარული იმასთან, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი საავადმყოფოში. და არც ნორმალურ ადამიანს, არც თბილისში და არც სხვა ქალაქში არ სიამოვნებს, რომ ყველობის ქრონიკას აყურებინებენ ქართული ოცნების დატყვევებული რუსეთის спецსახურების წარმომადგენლები. რუსეთის спецსახურების მიერ დატყვევებული წარმომადგენლები პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეძახიან. არავის არ სიამოვნებს, დიახაც. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას და რეჟიმს და ყველა მოქალაქე, ყველა ნორმალური მოქალაქე, მათ შორის თქვენს, დარწმუნებული ვარ, არ ხართ იმ ვითარებაში, სადაც სიამოვნებას განიჭერთ, როგორ გაყურებიებენ ადამიანების ყველობას. ხო არ სიამოვნებთ. ამიტომ როდესაც ეს ყველაფერი ხდება, როდესაც წარმომადგენლ დემოკრატიაზეც უარს ამბობენ და ბევრ სხვა რამეზეც უარს ამბობენ, ისთვისაც ჩვენ თაობები ვიბრძოდით, ქუჩის არა ძალადობრივი პროტესტი არის მისასალმებელი, იქნება მზარდი და სულ უფრო უღრმწვავი.